ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტ საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს. ორგანიზაცია გიორგი ხადაგიძეს ლარის გამყარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს უწუნებს. ნოდარ ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენება მკვეთრი ლარის მკვეთრი დაცემის შემდეგ დაიწყო, ეს კი სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს. პირველი რაც აჩენს იმისეჭს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან რაღაც საბოტაჟის მცდელობას აქვს ადგილი, არის ის, რომ დეკემბრის თვეში ეროვნული ბანკის მხრიდან მოხდა ფულის მასის ზრდა მიმოქცევაში რეფინანსირების სესხების გაზრდის მექანიზმით. მეორე ასევე მან ისაუბრა გაძლიერებულ ინფლაციურ რისკებზე, რაც ჩვენი შეფასებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რა ტენდენციებია სოფლიოში, იაფთება და მნიშვნელოვნად არის გაიაფებული ნავთობი, ასევე გაიაფებულია სასურსათო პროდუქცია, ფასების მნიშვნელოვანი მატება მოსალოდნელი ჩვენი შეფასებით არ არის.